რა გაკეთდა 2 წლის განმავლობაში რუსთავში ინფრასტრუქტურული პროექტების, სოციალური პროგრამები, მუნიციპალური სერვისების რეფორმა და რეფორმებისთვის აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებები. ნინო ლაცაბიძემ მოსახლეობას 2022-2023 წლებში რუსთავში განხორციელებული პროექტების ანგარიში გუნდთან ერთად ჩააბარა. რუსთავის მერიის სოციალური ბიუჯეტით 2 წელიწადში 118,000-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა, გატარდა მუნიციპალური სერვისების რეფორმა. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 3 საჯარო სკოლას. პრემიერ-მინისტრის ინიციირებული პროგრამის ფარგლებში დაწყებულია 2 სკოლის სრული რეაბილიტაცია და ახალი ბაღების მშენებლობა. პოზიტიურია 2024 წლის პროგნოზიც. რუსთავის მერიამ ქალაქის საკრებულოს წლევანდელთან შედარებით 25 მილიონი ლარით გაზრდილი სასტარტო ბიუჯეტის პროექტი უკვე წარუდგინა განსახილველად. განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები. რუსთავის მერის ანგარიში საულმე გობრონიძის სიუჟეტში. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები, სოციალური ჯანდაცვისა და განათლების მიმართულებით პროგრამები, სატრანსპორტო პოლიტიკა და მუნიციპალური რეფორმები ეს იმ სიახლეების მცირე ჩამონათვალია, რომელიც რუსთავში ბოლო 2 წლის განმავლობაში ქალაქის მერმა მის გუნდთან ერთად განახორციელა. 2022-23 წლებში ინვესტიციამ ჯამში 155 მილიონი ლარი შეადგინა. განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია დღეს ნინო ლაცაბიძემ თავად მიაწოდა. ერთ-ერთი პროექტი, რომელიც ეს არის სწორედ ჭალისწყლის განვითარების გეგმაზე მუშაობის პროცესი ასახული, სადაც მოქალაქეთა ჩართულობით ჩვენ შევძელით მიგვეღოს სწორედ ის დოკუმენტი, რომელზეც გვინდოდა მუშაობა და როგორიც გვინდა რომ განვახორციელოთ, ასევე სულ ახლახანს ქონდა შეხვედრები მე-14 მიკრორაიონში, სადაც ასევე მოქალაქეთა ჩართულობისთვის ამ სლაიდების თქვენთვის გაზიარება გვინდოდა მხოლოდ იმ ნაწილში, რომ თქვენ დარწმუნებული იყოთ ნებისმიერ ის პროექტი, რომელიც დღეს აქ იქნება გაჟღერებული მომდევნო 2 წლის განმავლობაში ჩვენ განვახორციელებთ, მთავარი არის მოსახლეობის აზრი, მათი მოთხოვნები და იმ საჭიროებების დაკმაყოფილება, რაც მათი მხრიდან არის დაყენებული. ნინო ლაცაბიძის ხელმძღვანელობით დაიწყო წლების განმავლობაში არსებული პრობლემების მოგვარება. რუსთავის მერის თქმით, მისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სოციალური მიმართულება, რომლის ფარგლებშიც სოციალური ბიუჯეტით 118,000-მა ბენეფიციარმა ისარგებლა. ქალაქში განსაკუთრებით მწვავედ იდგა ლიფტების პრობლემა. 2 წლის განმავლობაში დამონტაჟდა 173 ახალი თანამედროვე სტანდარტის ლიფტი. ვფიქრობთ, რომ ის პროგრამები, რომელიც ჩვენ 2 წლის განმავლობაში დავნერგეთ და დავიწყეთ, არის თითოეული ადამიანის მხარდასაჭერი და სწორედ გუნდი ვსაუბრობდით იმაზე, რომ 2024 და 25 წელი ჩვენი ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტები გადანაწილდება ოჯახის გაძლიერებაზე. 2022-23 წლებში რუსთავში ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 87 მილიონი ლარი სხვადასხვა პროექტს მოხმარდა და 400 ლოკაციაზე არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა საჯარო სკოლებს. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამის ფარგლებში კი 2 სკოლის კაპიტალური რეაბილიტაცია და ახალი ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს. დასასრულს უახლოვდება განახლებული რეგიონების პროექტის მეგობრობის გამზირის რეკონსტრუქციის მეორე ეტაპი და სპორტის სასახლის მშენებლობა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია. გარდა ამისა, ქალაქში მოიწყო ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული სივრცეები. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც თითოეული რუსთაველისთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი, ეს არის სპორტის სასახლის მშენებლობა, რომელიც ფაქტიურად უკვე დასრულდა. აღნიშნული პროექტი მთლიანად მოიცავს ყველა იმ საერთაშორისო სტანდარტებს და მოთხოვნას, რომელსაც სხვადასხვა ფედერაციები აყენებდნენ. ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციირებით დაიწყო სკოლების რეაბილიტაცია მშენებლობა. რუსთავში 2022-2023 წელს 15 სკოლას ჩაუტარდა როგორც ადგილობრივი ბიუჯეტით, ასევე ცენტრალური ბიუჯეტის დახმარებით რეაბილიტაცია. ამჟამად მიმდინარეობს 2 სკოლის რეაბილიტაცია. რუსთავი მოგახსენებათ, ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი არის საქართველოში. მისი განლაგება, მისი გეოგრაფია ძალიან უნიკალურია და ყველა ეს პროექტი ზუსტადაც ემსახურება აი ამ უნიკალურობის შენარჩუნებას.
მილიონობით ლარის ინვესტიციასა და ქალაქის განვითარებას საბოტაჟს უცხადებს ნაცმოძრაობისა და გახარიას პარტიის კოალიცია საკრებულოში. ისინი საკითხების განხილვას მიზან მიმართულად აფერხებდნენ და ბარიერებს ხელოვნურად ქმნიდნენ და მეტიც ცდილობდნენ ხელი შეეშალათ ლაცაბიძისთვის განეხორციელებინა მასშტაბური პროექტები. ამ ყველაფრის დასარეგულირებლად სახელისუფლებო გუნდმა ევროპული ქვეყნების პრაქტიკის გათვალისწინებით და თვითმმართველობის გამართულად ფუნქციონირებისათვის საკანონმდებლო ბაზა დაარეგულირა. საკანონმდებლო ცვლილებები, რა თქმა უნდა, შეეხო ასევე რუსთავს და კონკრეტულად შეგვიძლია მოვიყვანოთ მაგალითად მუნიციპალური ინსპექციის რეფორმა, რომლისთვისაც აუცილებელი იყო საკანონმდებლო ბაზის განახლება. განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს დადებითად აფასებს ადგილობრივი მოსახლეობა, მათი თქმით, ლაცაბიძის გუნდის პოლიტიკა მოქალაქეებზე სრულად მორგებულია და ქალაქში არსებულ ყველა გამოწვევას პასუხობს. ძალიან ბევრი რაღაც გაკეთდა, მაგრამ დღეს შეკრებაზე იმდენად ბევრი რაღაც მოვისმინე, რომ რაღაც ვიცოდი და რაღაც არ ვიცოდი და ძალიან მეხარია, რომ ჩვენ ქალაქს ხელი დაეთყო ქალბატონი ნინოსგან. მშენებლობა ძალიან წიწა მოვიდა, ასევე ინფრასტრუქტურა განვითარდა ამ 2 წლის განმავლობაში. მას შემდეგ რაც ქალბატონი ნინო ავირჩიეთ რუსთაველებმა ქალაქის მერად, ძალიან ბევრი კარგი საქმე გაკეთდა. სპორტული მოედნები, სკვერები, მოხდა დათბუნება ბინებისა, შეიცვალა ინფრასტრუქტურა ქალაქის. 2 წელი რუსთავის ახალი განვითარებისთვის ამ შინაარსის პრეზენტაციას დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც ესწრებოდნენ. მათი თქმით, ნინო ლაცაბიძის პირობებში ქალაქი კიდევ უფრო სწრაფად განვითარდება. რუსთავის მერიის ადმინისტრაცია და თავად ნინო ლაცაბიძე არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მერი, ვინც კი აი ამ ახალ პლიადაში მერების გვინახავს. ნინო და მე ვიყავით თანამშრომლები თბილისის საკრებულოში კოლეგები, იქიდან მოვდივართ ერთად. მას ნამდვილად აქვს უნარი, რომ ყველა სიახლე, რასაც ასე ვთქვათ, დაინახავს, რომ პოზიტივი მოაქვს, სხვაგან წამოიღოს და დანერგოს თავის ქალაქის განვითარებისთვის ამ ქალაქში. თვითონ რუსთაველებმა ძალიან კარგად იციან, რომ შეადარონ პერიოდი რამდენიმე წლით ადრე და დღევანდელი მოცემულობა რუსთავში არის კარდინალურად განსხვავებული. კეთდება უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი, ყველა მიმართულებით არის აბსოლუტურად პროგრესი და ის, რაზეც ქალბატონინო და სხვა გამომსვლელები დღეს საუბრობდნენ, არის სრული ჭეშმარიტება და სიმართლე და კიდევ უფრო მეტის გაკეთება არის დაგეგმილი. მე მხოლოდ მადლობა შემიძლია გადავუხადო ქალბატონ ნინო ლაცაბიძეს და უსურვო მას იგივე ენთუზიაზმი და იგივე ტემპში გააგრძელოს შემდგომი საქმიანობა. რუსთავის ბიუჯეტი 2024 წელს 25 მილიონი ლარით გაიზრდება. ფინანსური დოკუმენტის პირველადი ვერსია რუსთავის მერიამ საკრებულოს განსახილველად უკვე წარუდგინა.